მოყვება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება, საპროტესტო აქციები და არჩევნებში დამარცხებული კანდიდატების პროტესტი. არჩევნებამდე 5 დღით ადრე ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილი არჩევნების გაყალბების მცდელობაზე უკვე საუბრობს. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ის თავის ამომრჩევლებთან ერთად თითოეულ ხმას დაიცავს. კითხვაზე აპირებს თუ არა ხმების დაცვას ბურჯანაძე ქუჩის აქციებით, ის ასე პასუხობს. მე ქუჩის სცენარის მომხრე არასოდეს არ ყოფილვარ და ძალადობა ჩვენის მხრიდან არასოდეს არ ყოფილა ინსპირირებული, დაწყებული. მე ძალიან მაინტერესებს ერთი რამ, საერთოდ რატომ უკავშირდება ხმების დაცვის თემა ძალადობის თემას. ხმების დაცვა არის დემოკრატიულობის ისეთივე გამოვლენა და დემოკრატიის ისეთივე ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, როგორც არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს აზრი, თუ ამ არჩევნებში მონაწილე ადამიანების ხმები არ დაიცავი. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ქუჩის აქციებს აანონსებს შრომის პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისი განცხადებით ის ერთადერთი კანდიდატია, ვინც ხალხმა უნდა აირჩიოს. ხალხს დაუძახებ ქუჩაში. უპირობოდ. იმიტომ რომ ერთ მნიშვნელოვნად ვიმარჯვებ. არანაირი 70% კი არა, 7%-იც პრობლემა იქნება სახელმწიფო კანდიდატისათვის, რომ არ ედგეს უკანეს 7 მილიარდით სავსე მუთაკა. ისევე როგორც მიცვალებულ ნაცმოძრაობას არანაირი პერსპექტივა არ შეიძლება გქონდეს და ისევე როგორც კაბიანი სააკაშვილი არ შეიძლება ვინმე მაირჩიოს. არჩევნებში დამარცხებას გამორიცხავს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა გიორგი თარგამაძე ბურჯანაძის მსგავსად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ერთობლივად არჩევნების გაყალბებას არ გამორიცხავს. იქნება თუ არა მასობრივი გაყალბება, რა ფორმებში გამოიხატება ეს? წინასწარ ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ფაქტია, რომ თავისთავად ის გარემოება, რომ საარჩევნო კომისიების ყველა დონეზე წარმოდგენილია მხოლოდ ორი საარჩევნო სუბიექტი, ივანიშვილის ოცნება და სააკაშვილის ნაცმოძრაობა, კარნახობს ეჭვის საფუძველს, რომ ისინი შეიძლება საერთო ინტერესების აღმოჩენის შემთხვევაში ერთმანეთთან გარიგდნენ. არჩევნების გაყალბების მცდელობას არ გამორიცხავს კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი სერგო ჯავახიძე, თუმცა ის აცხადებს, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. კობა დავითაშვილი კი არჩევნებში 3%-ზე დაბალი შედეგის მიღების შემთხვევაში ამბობს, რომ მისი პარტია არსებობას შეწყვეტს, ხოლო ის პოლიტიკას ჩამოშორდება. პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატ ზურაბ ხარატიშვილს წინასწარ უჭირს იმის თქმა, თუ რას მოიმოქმედებს არჩევნების შემდეგ. თემურაზ მჟავია კი წაგების შემთხვევაში დეოკუპაციის მოთხოვნით სახალხო მოძრაობის გაძლიერებას გეგმავს. ჩვენ და მე პირადად გავაჟღერე ჩემი სამომავლო მოქმედების ასე ვთქვათ გეგმა და ეს არის ფართო მოძრაობის შექმნა ასეთ სახელწოდებით საქართველოს რუსული ოკუპაციის გარეშე. შეიძლება წინასწარ რაიმე შაბლონი კონდეს იმაზე თუ როგორ მოხდება, როგორ ჩატარდება არჩევნები საქართველოში. მით უმეტეს 27-ში, როცა ესეთი განცხადებები იყო პრემიერის მხრიდან წინასწარ. თუ 3% მაინც ვერ გადავლახებ, უბრალოდ ხალხის პარტია შეწყვეტს არსებობას და მე პოლიტიკას ჩამოვშორდები. ეს არის არა ჩემი სურვილი, არამედ ასე მოხდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ მექნება სახელმწიფო დაფინანსება უფასო დრო, ანუ რაც ახლავს კვალიფიციურ პარტიას, ეს პარტია უბრალოდ ვერ იარსებებს, ვერც ოფისებში შეინახავს და ვერ ახლავს. უნდა გათენდეს 28 ოქტომბერიც, მე ისე უნდა გავაგრძელო ადამიანებთან შეხვედრა და ისეთი განცხადებები, რასაც ვისმენ, ეს მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძველი პოლიტიკური გადმონაშთები, რომ კანდიდატებს უსმენ და ეძახიან. მე უკვე პრეზიდენტი ვარ. ამისთან განცხადებებს მე არასოდეს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს არის ხალხის გადასაწყვეტი. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით დარწმუნებულია, რომ მისი რეიტინგი მზარდია და ის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. რას მოიმოქმედებს დავით ბაქრაძე წაგების შემთხვევაში, ამ გეგმებზე მას საჯაროდ არ უსაუბრია. კვლევის შედეგები საკმაოდ ახლოს დგას NDI-ის კვლევასთან, უბრალოდ დროში განსხვავების გამო გამოიკვეთა დინამიკა. მე ამ დინამიკით კმაყოფილი ვარ, ეს დინამიკა აჩვენებს, რომ ჩემი მხარდაჭერა იზრდება, ეს დინამიკა აჩვენებს იმას, რომ რეალურად ჩვენ უნდა ველოდოთ არჩევნებში ძალიან მაღალი ალბათობით მეორე ტურს და ეს დინამიკა აჩვენებს იმას, რომ საკმაოდ საინტერესო და კონკურენტული არჩევნები გველოდება წინ. მართლი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში გამარჯვებაში იმდენადაა დარწმუნებული, რომ ის მეორე ტურის ალბათობასაც კი გამორიცხავს. მეორე ტური არ იქნება, იმიტომ რომ ეს არსებული სტატისტიკით შეუძლებელია. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, თუ მოხდა საოცრება და ქართველი ამომრჩეველი არ გამოვიდა
გადავიდა უბანზე და მოხდა ისე რომ იქნება მეორე ტური, მე აღარ ვხედავ აზრს იმაში, ასეთ შემთხვევაში, რომ ძალიან აქტიურად დავრჩე პოლიტიკაში. სოციოლოგიურ გამოკითხვებში 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის ალბათობა არ გამოირიცხება. მეორე ტურს პროგნოზირებენ პოლიტიკური პარტიებიც, მის ალბათობას მხოლოდ მმართველი კოალიცია გამორიცხავს.